ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თვითონ როგორ წარიმართება მუშაობა. ეს მუშაობა არ არის ისეთი, რომელიც წინასწარ პროგნოზირებადი შეიძლება იყოს, ეს ერთ კვირაში დამთავრდება თუ ერთ თვეში მოკვლევა და კონკრეტული პასუხები დადგენილი იქნება ამ ვადაში თუ არა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მუდმივად ცვალებადია, ასე ვთქვათ, სურათი ამ თვალსაზრისით. პირველი რაც უნდა ვთქვა, რომ ახლა გუშინ მოვისმინე მაგალითად, რომ თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში ის მედიკამენტები, კონკრეტულად ითქვა მაგალითად ვამოროლონზე და ჯივინოსტატზე, თითქოს ის ყველა სახელმწიფოში გამოიყენება. ეს სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ასე არ გახლავთ. ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, ძალიან დაკვირვებით, ძალიან ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას. ისინი ათვალიერებენ, რა შესაძლებლობები აქვს ამ წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, როგორია ყველა სხვა, ასე ვთქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებული გარკვეული შტრიხები, გარემოებები, ფაქტორები და ამის მიხედვით აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას ყველა ევროპული სახელმწიფო აი ამ მზადყოფნის ეტაპზეა, შემოწმების პროცესშია, ცდილობენ გაარკვიონ. აი ეს არის მზადყოფნის დონე, რომელიც მათ აქვთ. ამ წუთას ისინი გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ. ისე როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას ვამბობ პირველივე დღიდან და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება, მაგრამ ცვალებადია თქო, როდესაც ვამბობ არის გარკვეული უარყოფითი სიგნალებიც. აი მე ვისაუბრე მაგალითად ერთ-ერთ მედიკამენტზე შარშან არსებულ სურათზე და იმის შემდგომ თვისობრივად შეცვლილ მდგომარეობაზე, რომელთაც პრაქტიკულად გამოირიცხა ერთ-ერთი მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა. აგერ გუშინდელ ამბავს გეტყვით, აი მე თვითონ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მუდმივად თვალყურს ვადევნებთ სიახლეებს ამ მიმართულებით და არის მაგალითად სიახლეები დაკავშირებული ბრიტანეთის გამოცდილებასთან. მოგეხსენებათ, რომ ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. საინტერესოა ვაკვირდებით, გუშინაც გამოქვეყნდა გარკვეული ინფორმაცია მედიკამენტის ირგვლივ, ამასაც ბუნებრივია ვეცნობით. იმავდროულად არის იმედისმომცემი გარკვეული ფაქტორებიც, ძალიან იმედისმომცემი. მაგალითად, საკითხი დაკავშირებული კიდევ ახალი მედიკამენტების გამოჩენასთან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს არის ზუსტად სიახლისთვის დამახასიათებელი, რომ ზუსტი პასუხები დღეს არც საქართველოს და არც ევროპის სახელმწიფოთა არავის პრაქტიკულად ზუსტი პასუხები ამ კითხვებზე არ გააჩნია. ამიტომაც ვამბობდი, რომ იგივე ჟენევაში ვიმყოფებოდით რამდენიმე დღის წინ და დაახლოებით 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს შევხვდით, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, შევხვდით კლინიკურ სექტორსაც. უშუალოდ ყველა უკლებლივ ყველა საუბრობს ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, ყველა იმედით არის განწყობილი, ყველა სურვილია, რაც ყველაზე მთავარია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც იქნება ისეთი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტების დანერგვასთან დაკავშირებით. აი ამიტომაც ეს ახალი საშუალებებია გაჩენილი, ამიტომ ბუნებრივია, აბსოლუტურად გამართლებულია და ლოგიკურია, რომ ეს ასეც მიმდინარეობდეს. რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ამ კუთხით რა თქმა უნდა სახელმწიფო ყოველთვის ამბობს. აი რას ამაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, იმ დღიდან მოყოლებული, პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ არასოდეს კარი არ დაგვიკეტავს არც ერთი დაინტერესებული პირისთვის და უპირველესად რა თქმა უნდა მშობლებისთვის, რომელთანაც ამ თემებზე მსჯელობა, მუშაობა რომ ყოველდღიურად რაღაც უმჯობესდებოდეს. დაწყებული გვაქვს დაახლოებით 2 წლის წინ. 2 წელზე ცოტა მეტია პერიოდი, როდესაც ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ. ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იმ საჭიროებებთან ყველა ის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს ცოტა სერვისი ნამდვილად არ აქვს ამ მიმართულებით. საკმაოდ ბევრი რამ კეთდება ისეთი, რაც მედიცინა მიცის მტკიცებულებებზე დაფუძნებით, რომ ამ პაციენტებისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო. ასე რომ ამას ჭირდება აუცილებლად გაგრძელება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მუდმივად აი სამედიცინო მტკიცებულებები მუდმივად ახლდება ყოველდღიურად პრაქტიკულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენც მუდმივად გაფაციცებული უნდა ვაკვირდებოდეთ აი ამ სიახლეებს და ამის მიხედვით უნდა იდგმებოდეს ეს ნაბიჯები. სწორედ ასე ვაკეთებთ, კარგი იქნება, ბევრად სასარგებლო იქნება თვითონ პაციენტებისთვისაც,
თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად უშუალოდ ჩართულები იქნებიან, მათ შორის მშობლებიც და ნებისმიერი დაინტერესებული პირები. ეს არის ჩვენი მოწოდებაც პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ და ბუნებრივია რომ ეს კარი არც ვაპირებთ რომ დაიხუროს. და ერთ ჩაგეკითხებით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალმა საავადმყოფომ და არა მარტო ამან დაიწყო ამბულატორი დახმარებები, სახელმწიფო დახმარება. რას ემსახურება ეს და რითი დაეხმარება აი ეს სამედიცინო დახმარებები, როგორ იქნება კარგი ბავშვების? ჩვენ როგორც კი ეს პროგრამის დანერგვა დავიწყეთ და გამოიცა ამაზე სამთავრობო დადგენილება, მომენტალურად შევხვდით მათ შორის პედიატრიულ კლინიკებს, არა მხოლოდ პედიატრიულ, არამედ მოზრდილთა კლინიკებსაც, ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი და საბედნიეროდ მოკლედ ვიტყვი დასახელებებს ჟვანიას კლინიკაც, ციციშვილის კლინიკაც, იაშვილის კლინიკაც გამოეხმაურნენ ამ ჩვენს ინიციატივას და შესაბამისად ყველა მათგანმა დაიწყო ამ სერვისების იმპლემენტაცია, ამ სერვისების მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია. ეს გულისხმობს საკმაოდ დიდ სპექტრს სპეციალისტებისა, რომელთა ჩართულობითაც წელიწადში ერთხელ მაგალითად განხორციელდება აი პერმანენტული მონიტორინგი, სრულფასოვანი, სრულყოფილი მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობაზე, მის კონდიციებზე, როგორია დინამიკა დაავადების განვითარების და ასე შემდეგ, რომ იყოს რელევანტური შემდეგ კურნალობის გეგმები შედგენილი ინდივიდუალური. რასაკვირველია ეს გულისხმობს გამოკვლევათა უზარმაზარ სპექტრს. სხვათა შორის, როდესაც საუბრობდი საჭიროებაზე, რომ მუდმივი კომუნიკაცია არსებობდეს და არ ეთქვათ რაღაც მომენტში მშობლებს, რომ მათთვის უკეთესი ფორმაა ვთქვათ პროტესტის გამოცხადება და გაეგრძელებინათ მუშაობა, ეს მოგვეხმარებოდა ამას წინათ მოვისმინე მაგალითად განცხადება, რომ თითქოს რაღაცას მოიგზაკლისებენ რომელიღაც გამოკვლევას ამ ჩამონათვალიდან. ამას სჭირდება მუშაობა, ამისთვის სჭირდება კომუნიკაცია, თორემ ეს დადგენილებაც როგორ შეიქმნა, გეტყვით მოკლედ ჩვენ უკლებლივ ყველა ჩართულ დაინტერესებულ ექიმს მივაწოდეთ პროექტიც ყველაფერი, აი უკლებლივ სრული ჩამონათვალი, აი რაც კი ითქვა ექიმების მხრიდან, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის არის საჭირო ყველა კვლევა, ყველა მედიკოსი, ვინც კი იყო აუცილებელი, ყველა ამაში არის გათვალისწინებული და მოაზრებული. თუ კი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით ეს გამდიდრდეს, რასაკვირველია, რომ ამის განსახილველადაც მზად ვართ ექიმებთან ერთად, ბუნებრივია, რომ ამას აუცილებლად განვიხილავთ და საჭიროებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალოდ კომუნიკაცია, არა საჯარო სივრციდან გარკვეული, ასე ვთქვათ, კომუნიკაციები და ასე შემდეგ. ამას მოითხოვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ პაციენტების საჭიროება. მე ძალიან კარგად მესმის უშუალოდ მშობლების ასეთი განწყობა, დამოკიდებულება, სიჩქარე, ის რომ მათთვის რასაკვირველია განსაკუთრებულად ემოციურია ყველაფერი ეს ერთმნიშვნელოვნად გასაგებია. ამის მიღმაც ჩვენ უნდა შევძლოთ რაიმე ფორმით, რომ ეს თანამშრომლობა აღვადგინოთ და ამ თანამშრომლობის რეჟიმში რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა შემთხვევაში იქნება სასარგებლო პაციენტთა მდგომარეობისთვის. როგორც მშობლები აღნიშნავენ, ასაკობრივი ზღვარი არსებობდა ამ სერვისებთან მიმართებაში და 19 წელს ზემოთ მიღწეული პირები ვეღარ სარგებლობდნენ ამ სერვისებით და მოითხოვდნენ, რომ დაემატებინათ. ამ შემთხვევაში როგორ არის მდგომარეობა? ესე იგი, დადგენილება, რომელიც არის გამოქვეყნებული და განთავსებულია საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებგვერდზე, მაცნეზე, საკანონმდებლო მაცნეზე. იქ არის განსაზღვრული თავიდან ბოლომდე სერვისის მოცულობა. იქ უდაოდ განსაზღვრულია არა მხოლოდ პედიატრიული პაციენტებისთვის, არამედ უკლებლივ ყველასთვის, ვისაც სჭირდება ასეთი ტიპის მულტიდისციპლინური დაკვირვებაც, ასეთი ტიპის გამოკვლევებიც და ყველაფერი. ამიტომ აქ არავითარი ზღვარი არ არსებობს. ერთადერთი პედიატრიული ლიცენზიის მქონე ექიმი ვერ გააგრძელებს მკურნალობას მოზრდილისთვის და მოზრდილის ლიცენზიის მქონე ვერ დაიწყებს მკურნალობას არასრულ წლოვნებში. ამიტომ ეს არის ერთადერთი რამ რაც უნდა ითქვას და სხვაობა. დანარჩენი მხრივ თანაბრად ხელმისაწვდომია იგივე ეს გამოკვლევები და მულტიდისციპლინური ჩართულობა უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველა პაციენტისთვის. ერთ ჩაგეკითხებით ამ თემაზე ჩავარდნით. ეხლა იგივე თემაა და ეხლა. მშობლები ამბობენ, რომ დროში იწელება, რომ ბავშვებს სწავლები დაეხმარონ და რატო იწელება დროში? იცით, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მინდა რომ რაღაცა კონფრონტაციული ფონი რაღაცნაირად თან გავამწვავო ან შევქმნა ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზგასმით ვიმეორებ, რომ
აი არ მგონია ვინმეზე ნაკლებად მესმოდეს, კარგად მესმოდეს დროის მნიშვნელობაც და ყველა საჭიროება, რომელიც პაციენტებს აქვთ. უბრალოდ აი რიტორიკულად დავსვამ კითხვას საზოგადოების მიერ განსაზღვრად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპის სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობას იგივე საჭიროებები აქვთ, როგორც ეს არის საქართველოში მედიკამენტთან მიმართებაში. ეს სახელმწიფოებიც ამჟამად დაკვირვების რეჟიმში არიან და უდიდესი უმრავლესობა მათგან ჯერჯერობით გადაწყვეტილებას მედიკამენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით ვერ ღებულობენ. ეს მე ვფიქრობ საკმარისი საფუძველია იმის ასახსნელად, რომ მიუხედავად სიჩქარისა არ შეიძლება ამ შემთხვევაში უმტკიცებულებოდ გადაწყვეტილების მიღება და აქვე დავამატებ. ალბათ პირველი ერთ-ერთი გულშემატკივარი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვაზე პასუხი ნაპოვნი იყოს, გაჩნდეს მტკიცებულება, რომელიც შეგვაძლებინებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება. მე ვარ, ვისაც ემაზე ყველაზე მეტად შეიძლება გული შეტკიოდეს. ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეიძლება უნდოდეს. გორში მომხდარ ფაქტზე მინდა გითხოთ, თუ შეიძლება ჯერ გორში მომხდარ ფაქტზე რომ გითხოთ, პაპუნა ლოცვაშუზე როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გითხრათ? ესე იგი, მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად ეს განსაკუთრებული ყურადღების საგანია ნებისმიერი პაციენტი და ბუნებრივია ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეს ასე ხდება. კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, დღეს ბევრს ვერ ვისაუბრებ, ბუნებრივია ეს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის რა თქმა უნდა პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად კონტროლზეა, არაფერი მიზეზი რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტურად არ არსებობს, რა კი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა, რომ ის გადიოდეს რაღაცა მკურნალობის დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ყველაფერი ეს იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს უშუალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, საკითხი დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, რომ ყველა სერვისი იქნება მიწოდებული, თუმცა ამ წუთას არაფერი პირი არ უჩანს ისეთი, რომ რაიმე საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც თქვათ მოითხოვება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ თემაზე ჩაგეკითხავით, ბატონო მიხეილ, პოლიციამ ისერებ დააკავა ყველა დამნაშავე. თუმცა ოპოზიცია მაინც აგრძელებს და სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა. ეს ცალკე თემაა, საზოგადოდ იცით, პირველი აქ უნდა ვთქვა და საერთოდ უნდა გამოვთიშოთ მსჯელობიდან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ თემაზე გაკეთებული სპეკულაციური განცხადებები. იმიტომ რომ ვის და ნამდვილად არ აქვს უფლება ნაციონალურ მოძრაობას ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე და ასე შემდეგ, არავითარი მორალური უფლება ამისი არ გააჩნიათ და ეს მთელმა საზოგადოებამ, მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან. ჩემი აზრით ეს უბრალოდ აი იმ თავითვე ალბათ ყურადსაღებია, მაგრამ რაც შეეხება თვითონ შინაარსობრივად ამ გარემოებას, ამ ინციდენტს, ამ ფაქტს დანაშაულისაც რაც ვნახეთ, გაკეთდა არაერთი შეფასება, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან ყველაფერს თავის სახელი დაერქვა. ის რაც ვნახეთ, რასაკვირველია, რომ ეს მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას, გარდა იმისა, რომ ქმედება ნამდვილად არ არის ისეთი, რომელსაც ვინმე შეიძლება იწონებდეს. მოყვა ამას სამართლებრივი რეაგირება მყისიერად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, გაკეთდა მორალურით სამართლებრივი შეფასებებიც ყველაფერი და ვფიქრობ, ყველაფერი ჩადგა იმ კალაპოტში, როგორც ამას მოითხოვს ნამდვილი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში, ამას უნდა მოყვებოდეს მყისიერი, ზუსტი კონკრეტული რეაგირება სამართლებრივი ინსტრუმენტების მეშვეობით. ის რაც ვიხილეთ ამ კონკრეტულ დღეებში, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, აკადემიურად აბსოლუტურად ზუსტად განხორციელებული სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან იმ სამართალდარღვევაზე, რომელსაც ვნახულობდით. ამას ყველაფერს ბუნებრივია შეაფასებს გამოძიებაც, ბუნებრივია შეაფასებს სასამართლოს, გაკეთდება საბოლოო დასკვნები. მთავარია, რომ სწორედ ამ კალაპოტში წარიმართება უკლებლივ ყველა პროცესი. სოცდაუთ ხელებსაც გითხავთ, როგორც ცნობილია მომავალი წლიდან განახლებული მეთოდოლოგიით გადამოწმდებიან ოჯახები. როდიდან? მომავალი წლიდან თქვათ, ვაპირებთ განახლებას, დიახ. და მეთოდოლოგიით გადამოწმდებიან. მეთოდოლოგია კი, ეს ცოტა კომპლექსური საკითხია, ზოგადად ნახეთ, ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობა გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ის რაც მაგალითად რელევანტური იყო, რომ კრიტერიუმად მიგვეჩნია, რომ შეგვეფასებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა, ის მდგომარეობა
და ის კრიტერიუმები გარკვეულ დროთა განმავლობაში მოითხოვს გადახედვას აუცილებლად. ამ შემთხვევაში აი მაგალითად 10 წლის განმავლობაში აუცილებლად საჭიროებს 5-ია ისე მიჩნეული 5 წელიწადში ერთხელ გარკვეული გადახედვის საჭიროება ითვლება ლოგიკურად. ამ შემთხვევაში გადაიხედება რა უნდა იქნეს მიჩნეული იმ კრიტერიუმად, რომლის მეშვეობითაც დავადგენთ ვის აქვს სოციალური შეჭიროება, ვის არ აქვს ასეთი სოციალური შეჭიროება. ეს არის კომპლექსი და საკმაოდ რთული მეთოდოლოგია. კრიტერიუმების დიდი ერთობლიობა დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება და ამ ყველაფრის ფონზე არსებობს ფორმულა, რომლითაც დაანგარიშება ხდება. ვცდილობთ, რომ ეს იყოს რაც შეიძლება ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმი, რომ არ იყოს დამოკიდებული სუბიექტურ ფაქტორებზე და სუბიექტურ შეფასებაზე. ასეთია მეთოდოლოგია დღეს, თუმცა ამას რა თქმა უნდა ჭირდება განახლება დროის ადეკვატური რომ იყოს თითოეული ასეთი მეთოდოლოგია. ამაზე მუშაობთ, წლის ბოლოს ალბათ ეს იქნება მზად, ამას ჭირდება მათ შორის მხარდაჭერა ტექნოლოგიურად, ეს გულისხმობს რა თქმა უნდა ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებებით აღჭურვას და ასე შემდეგ და აქედან მოყოლებული უკვე შეგვეძლება სავარაუდოდ ეს იქნება მომდევნო წლის დასაწყისიდან, როდესაც ახალი მეთოდოლოგიით განხორციელდება ყველა შემდგომი გადამოწყება.